უკვე იმდენი ახალი, სულ უფრო ახალი, ყველაზე ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები და გეგმები ჩნდება მედიაში, შეიძლება ადამიანი აიბნეს კიდევაც, რომელი არის ახალი, რომელი არის ბოლო. თქოს, რაზეც უკრაინელები თანახმარიან, ეს არის დონეცკის ოლქის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება. ერთი შეხედვით შეიძლება ეს გონიურულად ჟღერდეს და ჩანდეს, თუმცა მოდი ვიმსჯელოთ, ასეც რომ მოხდეს და ვთქვათ, გავიდნენ ამ ზონიდან როგორც უკრაინელი, ასევე რუსი სამხედროები, მერე ვინ იქნება გარანტორი, რომ უკან არ შემოვლენ რუსები, ან თუნდაც უკრაინელები, ვინ იქნება გარანტორი, რომ იქ საბრძოლო მოქმედებები არ აღდგება. შესაბამისად, აი ეს ვერსიაც საკმაოდ ბუნდოვანი არის. ზოგადად ბუნდოვანია ნებისმიერი საუბარი მშვიდობაზე იმ პირობებში, როდესაც 6 თუ მეტი შეთანხმება და ასე ვთქვათ, წინადადება წარმოადგენდა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ მინიმუმ ცეცხლის შეწყდეს და ყველა მათგანზე უკრაინა თანახმა იყო, თუმცა ყოველ ჯერზე პუტინი არ იყო თანახმა, შესაბამისად ეს ომიც გრძელდებოდა. დაახლოებით იგივე და ანალოგიური სიტუაცია გვაქვს ახლა.